სამიანებო მოგესალმებით, ეს ვიდეო არის თქვენთვის, მასშტაბ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის სამ რიცხვში, თქვენი რეალიზაცია არის იქ, სადაც არის სცენა, ბლოგი, სოციალური ქსელები, მუშაობა ბავშვებთან, ასევე ქალებთან, ასევე შესაფერისია თქვენთვის, საერთოდ მოდის სფერო, საერთოდ თქვენ გახასიათებთ ნიჭი ხელში, ძალიან კარგად გამოგდით კულინარია, ასევე კერვა, ძალიან კრეატიული ხართ და ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი თუ პიროვნება, ვინც სცენაზე დგას, წამყვანები, ბლოგერები, მათ ყველას დაბადების თარიღში აქვთ სამიანი და თქვენი ნიჭიც და თქვენი რეალიზაციაც არის სცენაზე, არის ქალთა წრეებში, არის ქალურ პროფესიებში, მაგალითად ნებისმიერი ქალური პროფესია, სადაც არის თუნდაც დაუშვათ თმის სტილისტი, ან წარბების და წამწამების სტილისტი და ასე შემდეგ. ესეც ძალიან წარმატებული იქნება თქვენთვის და რაც მთავარია სამიანმა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იმუშაოს ძალიან ბევრი. თუ სამიანი თქვენ ხართ მამაკაცი, თქვენთვის წარმატებული იქნება მაგალითად ისეთი სფეროები, სადაც ქალური სფეროებია, მაგრამ თქვენ უნდა შექმნათ აუცილებლად ოჯახი და უნდა აიღოთ თქვენს ოჯახზე პასუხისმგებლობა, არ უნდა იყოთ უპასუხისმგებლო და თუ ქალები მაგალითად ხართ სამ რიცხვში დაბადებული, მაშინ თქვენ ქალურ პროფესიებში აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ თქვენთვის არ შეიძლება ძალიან ბევრი იმუშაოთ და მთელი ოჯახის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. იმიტომ რომ ძალიან საერთოდ სამიანი რიცხვი, სამ რიცხვში დაბადებული ქალები ძალიან ხშირად ახასიათებთ, რომ მთელი ოჯახზე ზრუნვას იღებენ საკუთარ თავზე და შესაბამისად ისინი თავიანთ პარტნიორს ართმევენ აი ამ მარჩენალის ენერგიას და თვითონ ხდებიან მარჩენალები და მთელი პრობლემები მათ აწვევათ ზურგზე და მათი პარტნიორი წყვიტავს რეალიზაციას. ასე რომ თქვენ აუცილებლად უნდა მუშაობდეთ, მაგრამ უნდა გამოიმუშავებდეთ ფულს ისეთ პროფესიებში, რაც თქვენთვის სიამოვნებას მოიტანს და არავითარ შემთხვევაში დაძალებით. ეს თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და კითხვაზე თუ რატომ არ გაქვთ ფული, იმიტომ რომ თქვენი მთლიანი ოჯახის პასუხისმგებლობა მარტოს გაწევთ ზურგზე, ან მუშაობთ ისეთ საქმეში, რომელიც არ გიყვართ. ეს არავითარ შემთხვევაში თქვენთვის არ შეიძლება. შეიძლება ამა თუ იმ პროფესიაში ფული გამოიმუშაოთ, მაგრამ როგორც შემოდის ის ფული, ისევე გადის, რადგან თქვენ ამ ფულის გამომუშავებაში სიამოვნებას ვერ იღებთ. და თქვენს კითხვაზე ეს არის ზუსტად პასუხი. ასევე სამიანი ეს არის საერთოდ დედის ენერგია და სამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ კარგი ურთიერთობა დედასთან და კარგი ურთიერთობა შვილებთან, განსაკუთრებით ქალიშვილებთან, რადგან თქვენთვის იყოთ დედა, ნიშნავს გქონდეთ კარგი შემოსავალი. რამდენადაც კარგი დედა ხართ, იმდენად მარტივად რეალიზდებით თქვენ საქმეში. და საერთოდ, როდესაც სამიანი ქალი ქმნის ოჯახს და აჩენს შვილს, მისი წარმატება იზრდება, თუ ის არ დაანებებს თავს რეალიზაციას, რადგანაც ძალიან ხშირად გახასიათებთ, როდესაც ოჯახს ქმნით და შვილს აჩენთ, თქვენ ჩერდებით, აჩერებთ მუშაობის პროცესს, თქვენ აღარ მუშაობთ, დამოკიდებული ხდებით ჯერ ქმარზე და მერე შვილებზე, თავით ეშვებით ოჯახურ საქმეებში და ეს თქვენ წარმატებისთვის მომაკვდინებელია, რადგანაც როგორც გითხარით, ეს მატრიცაში ყველაზე რთული რიცხვია და ყველაზე რთული პროგრამაა, რადგანაც სამიანი ეს ნიშნავს იყო დედა, პირველ რიგში იყო ცოლი, იყო წარმატებული ქალი და ეს ნიშნავს, რომ ყველა როლი უნდა მოირგოთ საკუთარ თავზე და როგორც გითხარით, ეს მარტივი არ არის, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ეს შეძლოთ და მაშინ თქვენ იქნებით აბსოლუტურად რეალიზებული. როგორც გითხარით, ნებისმიერი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ქალთა სფეროებთან, თქვენთვის იქნება აბსოლუტურად წარმატებული. ასევე სამიანებისთვის კარგი იქნება, თუ თქვენ იმუშავეთ მაგალითად
ნახევარ განაკვეთზე, არავითარ შემთხვევაში სრული განაკვეთი, თქვენ იმუშავებთ გრაფიკის გარეშე, დაუშვათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ ამის სურვილი. კარგი იქნება თუ დაუშვათ გექნებათ პასიური შემოსავალი, მაგალითად ისეთი როგორიც არის ბინის გაქირავება ან მანქანის გაქირავება, ესეც ძალიან წარმატებული იქნება თქვენთვის და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში სამიანისთვის არ შეიძლება ქალებს მიმართავ ახლა, არ შეიძლება აბორტი, რადგანაც სამიანი ეს არის დედის ენერგია და როდესაც სამიანი მინუსში უარს ამბობს შვილების გაჩენაზე, ან იკეთებს აბორტს, ის კარგავს რეალიზაციას. ამიტომ სამიანებო გისურვებთ წარმატებას და იმედია თქვენს თავში აღმოაჩენთ ნიჭს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავის რეალიზებაში და გისურვებთ წარმატებას და შემდეგი ვიდეო იქნება 4-იანებისთვის და ძალიან გამიხარდება თუ მოიწონებთ ამ ვიდეოს და გამოიწერთ გვერდს და გემშვიდობებით.